29 მარტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. თარიღის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. წლევანდელი სლოგანია ჯანსაღი თაობა თამბაქოს გარეშე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე მათ სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა თქვას ადამიანმა უარი მოწევაზე. თამბაქოს ზემოქმედების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი, საქართველოში კი 11,000 პირი იღუპება. ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია. მიუხედავად იმისა, ზოგად პოპულაციაში თამბაქოს მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი დაწერილია 5%-ით. შესაბამისად, დაიწია მიმართვიანობის რაოდენობა ფილტვის ობსტრუქციული დაავადებებისა და გულის სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს ჰოსპიტალებში დაახლოებით 25%-ით, თუმცა საერთაშორისო კვლევების თანახმად მოზარდებში მწვერვალების რაოდენობა იგივე რჩება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს მუშაობას სკოლებთან, ბავშვებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა თამბაქოს მავნებლობას ეხება სწორედ. ჩვენ ვესაუბრებით ბავშვებს თუ როგორ უნდა აიცინონ საფრთხეები, რისკები თავიდან, თუ რამდენად მავნებელია თამბაქო და როგორ უნდა შეიქმნან გარშემო თამბაქოსაგან თავისუფალი გარემო.